პარტია ჩვენ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ადამიანებს ღირსეულ ცხოვრების საშუალებას მისცემს. მარტივად ვიტყვი. პარტიას ჩვენ არ უნდა საქართველოს იყოს გმირების ქვეყანა. გმირების? ხო. ეს კიდევ ერთი არაპოპულარული განსხვავება. კი ბატონო, ნახეთ, გმირების ქვეყანა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ცოცხლობს გმირების ხარჯზე და არა მართველის ჭკვიანური გადაწყვეტილებების ხარჯზე. ნახეთ, ომისმა ჩამოსულმა ადამიანმა, იმიგრანტმა, ქვეყნის გულშემატკივარმა დაიწყო სახელმწიფოს მიერ გასაკეთებელი საქმის კეთება, იმიტომ რომ შეხედა რომ სახელმწიფო არის არა უნარო, ხო? ხო შეიძლება და ამ მაშველებიდან ვინმე შეწირბოდა ამ კარგ საქმეს, ხო? ის ხო გმირი იქნებოდა. მე არ მინდა ეგეთი გმირები. მე მინდა ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ რაციონალურად, პრაგმატულად, სწორად და გმირობა არ ჭირდება მოქალაქეს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გამვითარდეს. რა თქმა უნდა. ამიტომ არ მინდა რომ იყოს ეს ქვეყანა გმირების, ეს ქვეყანა მინდა რომ იყოს პატრიოტი მართველები, რომლებიც პრაგმატულად და სწორად აზროვნებენ და იციან ეს ქვეყანა როგორ წაიყვანოს სწორად. თავის საქმეს აკეთებდეს, არც იქნება საჭირო არ რა თქმა უნდა. ხო, და იქნებოდა აგერ წამოწეული კინოში წავიდოდა, თეატრში წავიდოდა. მე საერთოდ გონია რომ არ ვიცი ეს ნებისმიერ თანამდებობის პირი, მაღალჩინოსანი, მინისტრი იქნება თუ რა ვიცი, პრემიერი თუ ასე შემდეგ, არ არის აუცილებელი რომ მას ქართული ჰაბიტუსი ქონდეს, როგორც ჩვენ გითხრეს ყავალაშვილთან რომ ქართული ჰაბიტუსი აქვს, შეიძლება არ ქონდეს ქართული ჰაბიტუსი, მაგრამ აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად. ქვეყნის სიყვარული ეს მგონია მე და არა პატივისცემა დავით აღმაშენებლის, ხო? თავისთავად ცხადია, მაგრამ საზეგზელოებით პატივისცემა, თორე სახელმწიფოებრივად აზროვნება კიდე სხვა რამეს ნიშნავს.